მოგესალმებით, ჩვენი გადაცემების ციკლი გრძელდება. შენი ადვოკატი, ასე ქვია ჩვენს გადაცემათა ციკლს. დღესაც გესაუბრებით იურიდიული საკითხების იმ საჭიროებო ნიუანსებზე, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, თითოეული თქვენგანისთვის, რომელიც ეხება თეორიულ საკითხს, საკანონმდებლო ცვლილებებს თუ საკანონმდებლო ბაზას ზოგადად თუ პრაქტიკაში მის გამოყენებას. დღესაც, ისევე როგორც წინა გადაცემების პირველი გადაცემის დროს, ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ მე, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი და ჩემი კოლეგა ადვოკატი გია ტაბლიაშვილი. ჩვენ როგორც წინა გადაცემებში დღესაც სიამოვნებით უპასუხებთ ჩვენი ტელემაყურებლების შეკითხვებს, რომლებიც მათ დააინტერესებს და რომლებიც შესაძლოა ზოგიერთ მათგანს პირადად შეეხო, ზოგიერთ საზოგადოდ აწუხებს, ინტერესის სფეროს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს ჩვენი ეს გადაცემა და ველით თქვენს ზარებს, ველით თქვენს შეკითხვებს, ასევე ჩვენი ტელეფონის ნომერი მოცემულია ეკრანზე და შეგიძლიათ ამ ნომერზე დაგვიკავშირდეთ. მანამდე ჩვენ მოგახსენებთ იმ ზოგიერთი სიახლის შესახებ, ან ზოგიერთი პრობლემის შესახებაც, რომელიც დღეს არსებობს სამართალწარმოების სფეროში და მე მინდა დავიწყო ერთ-ერთი სიახლით, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, სულ რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა სანდრო ბარამიძემ. ეს სიახლე გახლავთ ის ცვლილებები, რომელიც განზრახულია, რომ შევიდეს იუსტიციის სამინისტროს, როგორც ბატონმა სანდრომ მოგვახსენა, საჯარო გახადა ეს ინფორმაცია, იუსტიციის სამინისტროს მომზადებული აქვს კანონპროექტი, კერძოდ ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლში. როგორია ამ მუხლის დღევანდელი დეფინიცია და როგორი ცვლილება არის დაგეგმილი, ამის შესახებ მოკლედ მოგახსენებთ. მე შემდეგ ბატონ გიას გადავცემ სიტყვას და ის გესაუბრებათ ამ თემაზეც, ან სხვა კონკრეტულ პრობლემაზეც. როგორც მოგახსენებათ, სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლი ითვალისწინებს ნარკოტიკულ დანაშაულს, ეს არის ნარკოტიკის მოხმარება ან გასაღება, შეძენა, შენახვა, უკანონო შეძენა, შენახვა და მისი უკანონო გასაღება, ასევე დამზადება. დღევანდელი სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლი არ მიჯნავს შეძენა, დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას და გასაღებას და მოგეხსენებათ, რომ თავისი სირთულით, თავისი სიმკაცრით, თავისი თვითონ შინაარსით გაცილებით უფრო მძიმე დანაშაულს წარმოადგენს ნარკოტიკული ნივთიერების გასაღება, ვიდრე მისი შეძენა, შენახვა თუ დამზადება. აქედან გამომდინარე, ყოველთვის არის ხოლმე პრაქტიკაში წინააღმდეგობა, ყოველთვის არის დავა, ბრძოლა, რას წარმოადგენს, რომელ მუხლს უნდა მივაკუთვნოთ, რომელ ნაწილს ამ მუხლის, რომელ ნაწილს უნდა მივაკუთვნოთ ესა თუ ის დანაშაულება. დღეს ეს რეგულირდება რაოდენობის მიხედვით. თქვათ, რაღაცა კონკრეტული ნარკოტიკული ნივთიერების დოზა იმ გრამების ზემოთ თუ მილიგრამების ზემოთ ან პირველ, ან მეორე, ან მესამე ნაწილს მიეკუთვნება. მე შევახსენებ ტელემაყურებელს, რომ 260 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ეს არის ყველაზე მინიმალური ზღვარი, ანუ 0-დან 11 წლამდე. 0-ს როდესაც ვამბობთ, იგულისხმება 6 თვე, 6 თვიანი ვადა, იმიტომ რომ მინიმალური სასჯელი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არის თავისუფლების აღკვეთა 6 თვით. ანუ 6 თვიდან 11 წლამდე ეს არის ის მინიმალური დოზისათვის განსაზღვრული სასჯელი, რომელიც სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებისათვის ბუნებრივია სხვადასხვა. მეორე ნაწილი უფრო დიდი დოზის შემთხვევაში ითვალისწინებს 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო უფრო დიდი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას. ეხლა აი ამ სამივე ნაწილში არ არის გამიჯნული, იქ მოხმარება იქნება, გადაზიდვა იქნება, დამზადება იქნება თუ შენახვა იქნება თუ გავრცელება იქნება. აი დღევანდელი, ეხლანდელი კანონპროექტი, რომელიც წარმოადგინა
ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერა ჯერ იმაზე დაწერილი ჩვენ ფურცელზე დაწერილი და ოფიციალურად გავრცელებული არ გვინახავს, მაგრამ როგორც ბატონი სანდრო ბარამიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ამცნობს საზოგადოებას, ახალი კანონპროექტის მიხედვით 260 ნაწილს, ანუ ნარკოტიკულ დანაშაულს ექნება მხოლოდ 2 ნაწილი, 3 არ ექნება და რაც მთავარია, გაიმიჯნება ნარკოტიკული ნივთიერების დამზადება, შეძენა, შენახვა, მოხმარება ცალკე იქნება და გადაზიდვაც, ხოლო გავრცელება ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზაცია, ანუ ეს უკვე, გაყიდვა, ჩუქება, გადაცემა, ეს ყველაფერი იქნება უკვე გაცილებით მკაცრად დარეგულირებული და სანქციებიც მცირდება 6 წლამდე, 1-დან 6 წლამდე იქნება ამ კანონპროექტის მიხედვით პირველი ნაწილი ეს იქნება დამზადება, შენახვა, შეძენა, მოხმარება და ამ შემდეგ, ხოლო რეალიზაცია ნარკოტიკული საშუალებების, ანუ გავრცელება, ეს იქნება უკვე 6-დან 11 წლამდე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება არის ეს, რაც უნდა იქნას მიღებული, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს ნარკოტიკული განსაკუთრებით მოხმარებისათვის და ძალიან დიდი ხანი არის ამაზე დავა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი არის დამნაშავე თუ ავადმყოფი და ამ კუთხით გარკვეულ პასუხს, ანუ როდესაც ლიბერალიზაცია მიმდინარეობს ამ მუხლის, ეს უკვე არის ნაბიჯი გადადგმული იქითკენ, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი აღიარებულ იქნას ავადმყოფად და არა კრიმინალად. თუმცა, რა თქმა უნდა, ამის მიხედვით ჯერჯერობით ისევ კრიმინალად არის აღიარებული, მაგრამ გაცილებით ნაკლებია სანქცია, სად 11 წლამდე, 14 წლამდე და 20 წლამდე, ანუ უადოც კი მოხმარებისათვის და სად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და იგივე გავრცელებისათვის, ანუ რეალიზაციისათვის 11 წლამდე ჩამოდის მაქსიმალური ზღვარი და აღარ იქნება ეს უვადო თავისუფლების აღკვეთას აღარ გაითვალისწინებს. ახლა მეორე პრობლემა არის, უпростоრად პრობლემა არა, საკითხი, ბუნებრივია, მთავარი საკითხი იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს ამ ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს. მოხმარება იქნება ეს თუ რეალიზაცია. რანაირად შეიცვლება. Როგორც ცნობილია, კანონი თუ ამსუბუქებს კონკრეტულ სანქციას, ახალი კანონი ძველის იცვლება და თუ უფრო ლიბერალიზაცია და უფრო შემსუბუქება ხდება, ის მოქმედებს უკვე მიღებულ სასჯელზეც, უკვე დადგენილ სასჯელზეც და ეს სასჯელებიც ბუნებრივია შემცირდება. ახლა რა პროპორციით ამას დაადგენს ეს კანონმდებლობა, მაგრამ ისე ლოგიკის მიხედვით რომ ვისაუბროთ, ეს შემცირება უნდა მოხდეს ასე თუ მინიმალური ზღვარია, თქვათ მინიმალური სასჯელი აქვს მეორე ნაწილისთვის სიტყვაზე შეფარდებული ადამიანს 7-დან 14 წლამდე როდესაც ითვალისწინებს და მას 7 წელი აქვს უკვე შეფარდებული, ლოგიკის მიხედვით მას თუ ახლა 1-დან 6 წლამდე იცვლება ეს მუხლი, უნდა შეეფარდოს 1 წელი. თუ საშუალო შუა სხვა 10, 11, 9 წელი ის მაშინ სადღაც ალბათ ჩამოვა 3-4 წლამდე. და მაქსიმალური სასჯელი თუ აქვს ამ მუხლით მეორე ნაწილი სიტყვაზე 14 წელი, ის ჩამოვა 6 წლამდე. ასე რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც შევა კანონში. ახლა როგორც გვეუბნებიან, ზარია პირდაპირ ეთერში და მოვისმინოთ. გისმენთ, თქვენ ეთერში ხართ. ალო. დიახ, გისმენთ ბატონო, თქვენ ეთერში ხართ. ალო, გამარჯობათ. გამარჯობათ. მოგესალმებით, ბატონო გელა, ბატონო გია. აქტიური მაყურებელი გახლავართ თქვენი გადაცემის. ერთი შეკითხვა მინდა საპროცესო კანონმდებლობიდან დაგისვათ. გისმენთ ბატონო. საპროცესო კანონმდებლობაში 38 მუხლის მე-17 ნაწილში პირდაპირ წერია, რომ ბრალდებულს უფლება აქვს არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. ანუ ეს არის ზოგადი ნორმა, რომელიც იმპერატიული ხასიათის არის და ვრცელდება კერძო ნაწილის ყველა ნორმაზე. მაგრამ იმავე კოდექსში 157 მუხლის პირველ ნაწილში სალსახად გვიწერია, რომ თუ ნიმუშის აღება ნებართვობით შეუძლებელიაო, ის ტარდება ხარის შუამდგომლობით და სასამართლოს განჩინებით. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გაუგებარია 38 მუხლის მე-17 ნაწილის აზრის საერთოდ, ვინაიდან
იგი ნებისმიერ დროს ბათილდება 157 მუხლით. ანუ ბრალდებული უარს ამბობს ნიმუშის აღებაზე, პროკურატურა იღებს განჩინებას სასამართლოდან და მისი ნებაყოფლობის საწინააღმდეგოდ ხდება ნიმუშის აღება. ეს იქნება ხმის ნიმუშის, სისხლის თუ ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ აშკარა კოლიზიაა კანონმდებლობაში, ერთმანეთს უპირისპირდება ეს ორი მუხლი და ეს საკითხი ალბათ უნდა დადგეს რამენაირად, რომ 38 მუხლის მე-17 ნაწილმა არ დაკარგოს აზრი. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა თქვენ. როგორც ჩანს, ჩვენი კოლეგა ან ღრმად ჩახედული საპროცესო კანონმდებლობაში და იქნებ თქვენ გასცეთ. კი ბატონო, მადლობა შეკითხვისთვის. პირველ რიგში მოგესალმებით. მოხარულები ვართ კიდევ ერთხელ ტელემაყურებელთა შეხვედრის დღევანდელ გადაცემაში. პრობლემატური საკითხია, ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა და ნამდვილად ბატონი გელა მართავს ბრძანებს. ჩვენ ვატყობთ, რომ ჩვენს იურისტთან გვაქვს საქმე და შეკითხვაც რა თქმა უნდა აქტუალურია. ხა მე მოგახსენებთ ბატონო ჩემო, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას ახლა არაერთხელ იყო ამ თემაზე მსჯელობა იურისტთა წრეში. ხა აქ ჩვენ გვაქვს საქმე ასეთ მიდგომასთან. ჩვენ საპროცესო კანონმდებლობის 25 თავი გახლავთ, სადაც მითითებულია, რომ ეს გახლავთ საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიების ეტაპის საგამოძიებო მოქმედებები და 38 მუხლის მე-17 ნაწილში ჩვენ პირდაპირ მითითებული გვაქვს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. 157 მუხლის პირველი ნაწილი ეს გახლავთ 26 თავი, სადაც მითითებულია, რომ სხვა საპროცესო მოქმედებები ამ თავის დასახელება. ანუ სავარაუდოდ კანონმდებელი გამოსავალს პოულობს იმით, რომ ეს სხვა საპროცესო მოქმედებების თავი სავარაუდოდ არ უნდა ეხებოდეს თითქოს და საგამოძიებო მოქმედებებს, სადაც ბრალდებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს საგამოძიებო მოქმედებაში. ანუ კანონმდებელს მიაჩნია, ასე ვთქვათ, რომ ეს 25 თავის მოქმედებაზე, სადაც ვრცელდება ბრალდებულის მოქმედება, თითქოს და არ უნდა გავრცელდეს 157 მუხლზე, სადაც საუბარია სხვა საპროცესო მოქმედებაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სწორი და რატომ ახლა ამას განმარტავთ ჩვენს პოზიციას? ვინაიდან მოგეხსენებათ, თუნდაც სხვა საპროცესო მოქმედებებზე იყოს საუბარი 157 მუხლში, ანუ 26 თავში, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ნებისმიერი საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობას ღებულობს გამომძიებელი და ბრალდების მხარე. ანუ გამომძიებლის გარეშე ვერანაირად ვერ ჩატარდება ვერც ერთი საგამოძიებო მოქმედება ამ პროკურორის გარეშე. გარდა ამისა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბრალდებულის ეს 38 მუხლის მე-17 ნაწილი გახლავთ ზოგადი ნაწილი საპროცესო კანონმდებლობის და ზოგადი ნაწილის ნორმა ყოველთვის სავალდებულო არის, კერძო ნაწილისთვის, თუმცა არის კონკრეტული მუხლები, სადაც ეს შეიძლება არ იყოს სავალდებულო. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ აუცილებლად უნდა გავრცელდეს 157 მუხლზეც ბრალდებულის უფლებები და აქ შეზღუდვა ჩვენ ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად თქვენ გეთანხმებით, ეს არის კოლიზია. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, არის ბრალდებულის უფლებების შეზღუდვა და ვერანაირად ბრალდებულის უკვე უფლება ერთმევა თავის დაცვის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც მინიმუმ სხვა გარემოებას რომ აღარ შევეხოთ, როგორც მინიმუმ საპროცესო კოდექსის ეს 38 მუხლის მე-17 ნაწილი არის ზოგადი ნორმა და აუცილებლად უნდა შეეხოს 157 მუხლსაც, ვინაიდან ნებისმიერი მიდგომით რანაირი კუთხითაც არ უნდა მივუდგეთ ამ თემას. თუნდაც ეწეროს სხვა საპროცესო მოქმედება, ჩვენ კარგად ვიცით, რომ საგამოძიებო მოქმედებასთან გვაქვს საქმე, ელემენტარულად როგორც მინიმუმ და ამ სხვა საპროცესო მოქმედებასაც ნიმუშის აღებას თუ სხვა საექსპერტო მოქმედებას აქ ყველა შემთხვევაში არის ეს გამოძიებლის დადგენილებით ამ პროკურორის დადგენილებით ტარდება და ვფიქრობთ, რომ აუცილებლად ირღვევა აქ ბრალდებულის უფლება და აუცილებლად უნდა იქნეს დაცული მე-17 პუნქტის დათქმა და ის აუცილებლად უნდა უფლებამოსილება ბრალდებულის გავრცელდეს 157 მუხლზეც, ვინაიდან ახლა ცალსახად ვფიქრობ, აქ ეს ალბათ
ამას შემდგომში ჩვენ ამაზე ვფიქრობთ, არა მარტო მე და ბატონი გელა, იურისტების ფართო წრე ამაზე საუბრობს და აუცილებლად ამას ალბათ მოუწევს ამ თემას საკონსტიტუციო ჭრილში განხილვა, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ საპროცესო კოდექსის ზოგადი ნაწილი აუცილებლად ამ შემთხვევაში უნდა მოქმედების კერძო ნაწილის ამ თავზეც, ვინაიდან საქმე ეხება ბრალდებული სუფლების დაცვას და ჩვენ ვთვლით, რომ აქ ბრალდებული სუფლები ელემენტარულად ირღვევა და ამას აუცილებლად უნდა შესაბამისობაში მოყვანა და ჩვენ ამაზე აუცილებლად ვიმუშავებთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ სამართლებრივ ნაბიჯებს გადავდგათ, რომ ეს შესაბამისობა აღმოფხრილი იქნეს. მე ასე ვფიქრობ. თუმცა მე ახლა შევეცდები იმათი პოზიციიდან დავინახო, ვისაც ეს ეხება კონკრეტულად სამართალდამცავი სტრუქტურების პოზიციიდან, ჩვენ ალბათ ისინი გვეტყვიან, რომ კარგით, ესე იგი თქვენ გვეუბნებით, რომ ჩვენ არ გქონდეს საშუალება ავიღოთ ნიმუში, იქნება ეს თქვათ დნმ-ისთვის, თმის ნიმუში იქნება, ნერწყვის ნიმუში იქნება, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა იქნება, მისი რა ქვია, ორთოგრაფიული ექსპერტიზა იქნება, თუ სხვადასხვა, თუ ოდოროლოგიური ექსპერტიზა სუნის ნიმუშის აღების. თუ ჩვენ ესე შეგვეზღუდა და ყველა იმის შემთხვევაში ბრალდებულს მიეცა ეს უფლება, რომ ყველა შემთხვევაში მან უარი განაცხადოს ნიმუშის მიცემაზე. მაშინ ჩვენ რა ვქნათ, როგორ გამოვიყენოთ ტექნიკის ეს მიღწევები, თუნდაც თქვათ დნმ-ის ანალიზი და ჩატარება და ასე იგივე ოდოროლოგია, ანუ სუნის ნიმუშის მიხედვით ადამიანის ამოცნობა. რანაირად, რატო როგორ შეგვეზღუდება ჩვენ ეს არეალი, რომ დამნაშავე გამოვავლინოთ? არია უკაცრავად ბატონო. გისმენთ ტელემაყურებელი კონცერტებში. მოგესალმებით. ბატონო გელა, ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან, აი დღეს აღგორებული არის ესეთი თემა დიდი უგულავას უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით. დიახ. ძალიან ვთქვათ, აი ხალხის არაიურიდიულ თუენაზე, ხალხის გასაგები ძალიან მარტივ ენაზე, რომ აუხსნათ საზოგადოებას. აი კონსტიტუციის მე-18 მოხში პერიოდს ხალხზე მეტი არ შეიძლება იყოს პატიმრობასთან დაკავშირებით, ხოლო სამართლებრივი კოდექსის 170 მოხის მე-18 პერიოდში ერთ საქმეზე გაფრთხილდა, თუ სხვა ბრალდებულება ეს საფრთხეებად წლებს. მე ერთი შეკითხვა მაქვს, დღესაც საუბრობს ამ თემას იგივე ორთოგრაფია, რომელიც უსწრებს მინისტრის მოვალეობა და ეს ის სამართლებრივი კოდექსი მას პერიოდში იყო მიღებული. თუ კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა, რატომ მისცა მაშინდელმა უმრავლესობამ ხმა, ან რატო შეიტანეს ეს? აი ძალიან ვთქვათ, ეს ხალხის გასაგები ენაზე რომ განმარტოთ და კი ბატონო, აუცილებლად. ჯერ ამ თემაზე ხო არ გავაგზავნოთ, ჯერ პირველი თემა ამოვწუროთ. კი ბატონო. აი ეს ხო უბრალოდ მე აი ეს მომენტი მაქვს უცება აი ეს როდესაც ლაპარაკი იყო იმაზე რომ ეს კი ბატონო ზოგადი ნაწილი არის უფრო უპირატესი და ის უნდა გავრცელდეს კერძო ნაწილზე, მაგრამ აი რას უშურებით სამართალდამცავი ორგანოების ამ პოზიციას, რომელიც ამბობენ რომ რატო გვიზღუდავთ, ესე იგი ჩვენ ფაქტიურად საქმე ვეღარ უნდა გავხსნათ. კი ბატონო, მეც მოგახსენებ ჩემ პოზიციას ბატონ გელას უკვე ამ დამატებით შეკითხვაზე ასე ვთქვათ. მე ვფიქრობ, რომ აქ საქმე გვაქვს ელემენტარულ, აი სამართლებრივ ენაზე რომ ვთქვათ, აქ გვაქვს საქმე ბუნდოვან განმარტებასთან და რატომ? ჩვენ ვიცით, რომ ყველა ბუნდოვანება, მათ შორის ძალიან ისე ტელემაყურებლისთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ყველა გაურკვევლობა კანონში ან უნდა ანალოგიის მეთოდით გადაწყდეს, ან ბრალდებული სასარგებლოდ, როგორც მინიმუმ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ბუნდოვანება, ვინაიდან კანონმდებელი, როდესაც დათქმას აკეთებს, რომ ბრალდებული უფლებამოსილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაში უარის თქმის უფლება აქვს მას, მე ვფიქრობ, რომ ეს სხვა საპროცესო მოქმედებაც ვინაიდან, ეხლა ვერც ერთი ოპონენტი ჩვენ მაგას ვერ გვეტყვის, რომ ეს სხვა საპროცესო მოქმედება საგამოძიებო მოქმედებების კატეგორიას არ ეკუთვნის და გამომძიებლის თუნდაც დადგენილების ან გამომძიებლის ჩარევის გარეშე ხორციელდება. მე მაინც ვფიქრობ, რომ აქ არის ბუნდოვანება, მე მინდა რა თქმა უნდა მევიხრები უფრო ბრალდებული უფლებების სასიკეთო ნაბიჯისკენ. მე ვფიქრობ, რომ აქ არის ბუნდოვანება, მაგ შემთხვევაში თუ ბუნებრივია აქ წარმოიშობა ეს საკითხი,
მე ვფიქრობ, რომ კანონმდებელმა მაშინ უნდა დააკონკრეტოს კონკრეტულად რა მოქმედებების უპირატეს უფლება შეიძლება მიეცეს საგამოძიებო ორგანოს და რისი არა, იმიტომ რომ ამ ლოგიკით რომ წავიდეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ბრალდებულს თავის დაცვის საშუალება ჰქონდეს ერთადერთი დაუშვათ ნიმუშის არ მიცემაში და ფაქტობრივად იმასაც ვართმევთ ჩვენ და იძულებულს ხვდით, ანუ სასამართლოს განჩინები და იძულების წესით ვიცით ეს როგორ ხდება, ფაქტობრივად ამას ვართმევთ. ჩემი აზრი ასეთი არის, რომ აქ საქმე გვაქვს ბუნდოვანებასთან და კანონმდებლებმა უნდა ან დააკონკრეტოს, ან ყოველ შემთხვევაში ბრალდებული სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტს მაშინ ეს თემა. თუმცა კიდევ ერთხელ ვაცხადებ, იმიტომ ვინაიდან ახლა ჩვენმა პატივცემულმა ტელემაყურებელმა ეს შეკითხვა დასვა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ იურისტის ზარი იყო, ვფიქრობთ, რომ აქ ზუსტად ამ ბუნდოვანების გამო არის ეს შეკითხვების და ვფიქრობთ, ეს გასამიჯნია ან შესაბამისობაშია მოსაყვანი. კი ბატონო, ახლა გადავიდეთ მეორე შეკითხვაზე, რომელიც ასევე როგორც ჩანს იურისტის დასმულია და აბსოლუტურად სწორად შემჩნეული წინააღმდეგობაა. რეკლამა გვაქვს ეთერში და რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ პასუხს. კი ბატონო. დავჩერდით იმ შეკითხვასთან დაკავშირებით, რომ გიგი უგულავას, როდესაც გაუგრძელეს ვადა, 9-თვიანი ვადა გაუვიდა ერთ ბრალზე და ახალი ბრალი წაუყენეს მას და ამ ახალი ბრალის საფუძველზე მას გაუგრძელეს ახალი ათვლა დაეწყო 9-თვიანი ვადის და მართალია იყო ჩვენი ტელემაყურებელი, როდესაც თქვა, რომ კონსტიტუციაში წერია, რომ 9 თვეზე მეტხანს არ შეიძლება იჯდეს ადამიანი წინასწარ, ანუ სანამ მიუსჯიან სასჯელს, განაჩენს ვიდრე გამოუტანენ და ამ შემთხვევაში გაუგრძელეს და რაშია საქმე. სწორად მიუთით ამან, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169 მუხლის მერვე ნაწილში პირდაპირ არის მითითებული. დანაშაულის ერთი შემთხვევის გამო წინა სასამართლოს ხდომის დაწყებამდე პირი ბრალდებულად შეიძლება იყოს ცნობილი არა უმეტეს 9 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალი. მაგრამ ასეთი ახალი ბრალის წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და ვადა აითვლება ახალი ბრალის წაყენების დღიდან. აი ეს 179 მუხლის მეორე ნაწილი მიღებულია იმ დროს, როდესაც ხელისუფლების სათავეში იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ჩვენც მაშინაც ვამბობდით ჩვენც და დღესაც ვამბობთ, რა თქმა უნდა, ეს მუხლი არის ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციური. მაგრამ ჩვენ პრეტენზია გვაქვს იმ ადამიანებთან, რომლებსაც ეს გაახსენდათ დღეს და არაფერს ამბობდნენ მაშინ, როდესაც ამას იყენებდნენ, აი ამ მუხლის დისპოზიციას იყენებდნენ სხვა ბრალდებულების მიმართ, როდესაც ძველი კოდექსი, ძველი მუხლი წაყენებულის ვადა ამოიწურებოდა ძველი ბრალი 9 თვიანი და ვთქვათ მის გასვლამდე ერთი კვირით ადრე, ერთი თვით ადრე ან ერთი დღით ადრეც კი შეიძლებოდა ახალი ბრალი წაეყენებინა და ახალი 9 თვიანი ვადის ათვლა დაეწყო. რა თქმა უნდა, ეს ანტიკონსტიტუციური იყო მაშინაც ამ მუხლის მოქმედება, ანტიკონსტიტუციურია დღესაც, მაგრამ როგორც მაშინ ირღვეოდა იმ პიროვნებების მიმართ ეს კონსტიტუციური ნორმა, ასევე ირღვევა დღესაც გიგი უგულავას მიმართ. ეს შეგვიძლია ვთქვათ. კი ბატონო, მეც ვიტყვი ამ თემასთან დაკავშირებით. მოკლე განმარტებას გავაკეთებ, ბუნებრივია ვეთანხმები ბატონ გელას და ჩვენთვის გასაგებია ხა ჩვენი კოლეგების აღშფოთება, შეშფოთება თვითონ ბატონ უგულავას ოჯახის და თვითონ მისი ოჯახის წევრების და უშუალოდ მისი, მაგრამ სამწუხაროდ გვაქვს ჩვენ კანონი, რომელიც მიღებულია იმ 9 წლიან პერიოდში არსებობს კანონი, ეს არის ფაქტი, რომელსაც უბრალოდ ვერავინ ვერ გაექცევა და ამიტომ ეხა დღეს ამ თემაზე ასეთი აღშფოთებით საუბარი, რომ უფლებები ირღვევა, ზუსტად აი საინტერესო არის, მე გეტყვით ეს კანონი მიღებულია 2010 წელს, ანუ 4 წელზე მეტია უკვე რაც ეს ნორმა მუშაობს და ამიტომ მოგეხსენებათ ამის მიღება იმდენად კურიოზული იყო თავის დროზეც და ჩვენ ვფიქრობთ, რომ
გასაგებია ეს ბუნდოვანება უნდა აღმოეპყროს, ჩვენ გუშინ გავიგეთ ბატონი უგულავას უფლებების დამცველის ადვოკატის პოზიცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებენ მიმართოს ამ ბუნდოვანების აღმოსაყრად, მაგრამ ტელემაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს კანონი მიღებულია ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და ამიტომ უნებრივია ნახოთ იურისტები ვიჯელებენ მოვა თუ არა ეს შესაბამისობაში რეალურად არსებულ მდგომარეობასთან ბრალდებულების და სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც კიდევ, იმიტომ ეს ყველაზე უნდა მუშაობდეს და არა მარტო. რა თქმა უნდა, ამ ხალხმა პრეტენზია უნდა წაუყენოს დღევანდელ ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, რომ არ შეცვალა ეს კანონი ანტიკონსტიტუციური, მაგრამ იმათაც უნდა წაუყენოს პრეტენზია ერთდროულად და პარალელურად, ვინც ეს მიიღო იმ ხელისუფლებამ. ამაშია საქმე, რომ არ უნდა იყოს ესეთი მიკერძოებული მიდგომა, რომ თუ მე მაწყობს ეს და ეს აწყობდათ მათ, იმიტომ რომ ამ პრობლემის წინაშე დადგნენ ისინი თავის დროს და მოგეხსენებათ, როგორი კანონების ჭრაკერვა მიმდინარეობდა მაშინ, როცა როგორ უნდა და ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა ადეიშვილი, რასაც კაბინეტში დაწერდა, ეს უკვე კანონი იყო, იმიტომ რომ ხელისაწევა გარანტირებული ჰქონდა პარლამენტის და აქედან გამომდინარე უნდა იყოს ერთი არა ორმაგი და სამმაგი სტანდარტი გამოყენებული. ერთი სტანდარტი არის ანტიკონსტიტუციური, რა თქმა უნდა არის, მაგრამ პრეტენზია იმ ხელისუფლებასთან, ვინც ეს მიიღო და იმასთანაც, ვინც ეს არ შეცვალა და დღეს კარგია თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამას დააფიქსირებს, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური და მოთხოვს პარლამენტს ამის შეცვლას. კი ბატონო, ჩვენ გვინდა ახლა პატივსაცემულო ტელემაყურებელობა შევეხოთ კიდევ ერთ საინტერესო თემას, ჩვენ ვფიქრობთ ამ კვირის ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი ეს გახლავთ დათა ახალაიას მიმართ საბერძნეთის უმაღლესი ან უზენეს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ექსტრადიციის მოთხოვნაზე საბოლოოდ უარის თქმის შესახებ. ჩვენ კარგად გვესმის ამან ძალიან სერიოზული ნებათა ხელვა გამოიწვია საზოგადოებაში, იყვნენ მომხრეებიც, იყვნენ ბუნებრივი მოწინააღმდეგეებიც და ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვინდა რამოდენიმე სამართლებრივი განმარტება გავაკეთოთ. ახლა უპირველეს ყოვლისა ჩვენ შევეხებით იმ საკითხებს, ანუ რას ნიშნავს საექსტრადიციო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ეს გახლავთ პირის ეტაპირება, ასე ვთქვათ, უცხო ქვეყნიდან სახელმწიფოში, მომთხოვნის სახელმწიფოში მისი დაბრუნება, ეტაპირება ქვია ამას, ანუ ექსტრადიციას ვეძახით ჩვენ. ეს საკითხი ეხება მხოლოდ და მხოლოდ პირის ექსტრადიციას, მხოლოდ და მხოლოდ მის გადმოცემას და არანაირად არ ეხება ეს სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, მისი ბრალეულობის თუ მისი ქმედების შეფასებებთან დაკავშირებით საზოგადოებისათვის ეს რომ იყოს ნათელი, ბუნებრივია ამ თემასთან ერთად, უпростоრად აი ამ ექსტრადიციის საკითხთან ერთად გაიჟღერა არაერთხელ იმან რომ თითქოს და ეს პოლიტიკური საკითხები ვინაიდან ჩანს მის ექსტრადირებაში პოლიტიკური ნიშნით მისი გადმოყვანა, სწორედ ამ მიზნით უთხრა საბერძნეთის სახელმწიფომ ჩვენს ქვეყანას საქართველოს სახელმწიფოს უარი. ჩვენ გვინდა განმარტოთ, რომ შესაძლებელია ეს მოტივი არსებობდეს, მაგრამ აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ დაახლოებით ხა რაღაც სტატისტიკური მონაცემები მოვიძიეთ ბატონო გელამ და მე და ჩვენ ხა აგერ გვაქვს ეს მონაცემები სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში არ გვახსოვს ჩვენ რომელიმე ზარია კი ბატონო ზარია ეთერში შემდეგ გავაგრძელებთ საუბარს გისმენთ თქვენ ეთერში ხართ ხელისუფლება დამნაშავე არავინ არ იყო და არაფერი არ ქონდა ცუდი ჩადენილი იმას ვეპირად უსჭიდნენ და სასწაულს აკეთებდნენ და ეხლამდელი ხელისუფლება ამბობს რომ 45 მილიონი შეჭრა უგულავამოდა ეხლა ვერაფერს ვერ უმტკიცებენ რა ხდება მართლა რატო არიან ასეთი უნარო და ასეთი უსუსურები ადლობა შეკითხვისთვის ბატონი გელა გიპასუხებთ ალბათ მეც თქვენნაირად თქვენი მსგავსი პოზიცია მაქვს იმიტომ რომ როდესაც არის მონაცემები რომ ადამიანებს აქვს მძიმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები ჩადენილი არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ფიზიკურად ადამიანები მოკლულები, დაჩეხილები
არიან და ამას ვერ უმტკიცებენ, რა თქმა უნდა, ერთადერთი მე შემიძლია მხოლოდ აღშფოთება გამოვთქვა და შეუერთდეთ თქვენს პათოსს. სხვა შემთხვევაში ახლა ჩვენ არა ვართ ხელისუფლებაში და აქედან გამომდინარე არ შეგვიძლია ხელისუფლების მაგივრად პასუხი გავცეთ, მე ჩვენ შეგვიძლია თქვენს მსგავსად ხელისუფლებას წავუყენოთ ეს პრეტენზია. ეს იქნება ალბათ მხოლოდ ჩვენი პასუხი. ეს ვეთახვევი ბუნებრივია ბატონ გელას, გავაგრძელებთ ჩვენ მადლობა შეკითხვისთვის კიდევ ერთხელ ქალბატონო, ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს ამ ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით ახალაიას თემაზე. ანუ ჩვენ გვინდა განვმარტოთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ჩვენ აქ სტატისტიკური მონაცემებიც გვაქვს, აგერ ოქრუაშვილი, ბასილია, ვიქტორ ჭელიძე, ბადრი ბიცაძე, დავით ბეგიაშვილი, მამალაძე და არაერთი გვარები გვაქვს, რომლებიც არც ერთი ადამიანის გადმოცემა არ მოხდა საქართველოს სახელმწიფოსათვის ექსტრადიციის თემაზე. ეს ის ხალხია, რომლებსაც ძალიან ჩვენ გვარების ჩამონათვალი გვაქვს კიდევ, ეს ის ხალხია, რომლებსაც უარი ეთქვა საქართველოს სახელმწიფო სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში და აქედან გვინდა ის დასკვნა დავაკეთოთ ჩვენ, რომ ეს არის პრაქტიკა, სავარაუდოდ ალბათ ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ საერთაშორისო პოზიცია საერთაშორისო ევროპის და არა მარტო ევროპის ქვეყნების და სავარაუდოდ ეს აი ამ გადმოცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს ეს არ ეხება არა მარტო კონკრეტულად ახალაიას თემას, ზოგადად ეს თემა უკვე ცნობილია ჩვენთვის, იურისტებისთვის და საზოგადოებისთვის და იმის თქვა გვინდა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, მეორე თუ მესამე გნებავთ იმ ადეიშვილის შემთხვევაშიც, არაერთი შემთხვევა გქონია და სხვათა შორის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა სტატისტიკის მონაცემების მიხედვით, რომ სააკაშვილის ხელისუფლებისთვის გადმოეცეთ პოლიტიკური ნიშნის თუ მისი ოპონირების რეჟიმში დევნილი, გაქცეული, ძებნილი ადამიანები საქართველოს ხელისუფლებისთვის. ასე რომ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვინდა ნათელი შევიტანოთ და ეს არ არის კონკრეტულად ახალაიას თემა მარტო, იმ დროსაც არც ერთი ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი შემთხვევა, რომ გადმოეცეთ სახელმწიფოსთვის და ალბათ აი ახლა მეც უცებ გამახსენდა კიდევ ორი გვარი, რომლებმაც მიიღეს პოლიტიკური თავშესაფარი შვეიცარიაში. ეს არის ვახტანგ კომახიძე, ჟურნალისტი და ქალბატონი რუსუდან შარაძე, გურამ შარაძის ქალიშვილი. ეხლა კი ისინი არ იძებნებოდნენ რაღაც არანაირი წითელი და ყვითელი ცირკულარით არ ყოფილა და მათ მიმართ ბრალი წაყენებული, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ქვეყანა, დემოკრატიული ქვეყანა შვეიცარია აძლევს პოლიტიკურ თავშესაფარს ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეს, ეს ნიშნავს, რომ ის აღიარებს, რომ ამ ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. ყოველ შემთხვევაში ის ასე თვლის. ამიტომ რაიმე ახალი არ არის თუ დღეს ევროპული ქვეყნები, რომელიმე ან თუნდაც ამერიკა თვლის, რომ საქართველოში დღეს პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს დევნა. ახლა რამდენად საფუძვლიანი იყო იმ დროს და ჩვენ მივიჩნევთ თუ არა ამას, რომ მართლა მიმდინარეობდა თუ არა ამ ადამიანების დევნა, ან რამდენად საფუძვლიანია ეს დღეს, ეს უკვე ანალიზის თითოეული ადამიანის რაღაცა გათვითცნობიერების და მისი პოზიციის საკითხია, რამდენად მიიღებს ამას ან არ მიიღებს, მაგრამ ფაქტი ის, რომ მაშინაც და დღესაც საქართველოს მიმართ იყო ესეთი განწყობა ევროპულ სახელმწიფოებში, რომ აქ მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით დევნა და მათთვის ამ ქვეყანაში გადმოცემა რომელიმე დევნილის, რომელიც აცხადებს, რომ პოლიტიკურად დევნიანო არის სახიფათო, ეს არის ფაქტი. და როგორც ჩანს, ეს მარტო საქართველოს არ ეხება რაიმე განსაკუთრებული არ არის. ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომლებიც არ მიიჩნევიან რაღაცა დემოკრატიის ნიმუშებად და აქ არის ძალიან ბევრი ჩვენ ქვეყანაში და ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ძალიან ბევრი დარღვევა იყო და არის და სამწუხაროდ ალბათ მომავალში იქნება აი ამ თვალსაზრისით, რომ დემოკრატიული ნორმები არ არის სრულად აქ ცხოვრებაში გატარებული, ეს არის როგორც ფაქტი დასავლეთის ქვეყნებისთვის და როგორც ჩანს აი ამ ზოგად სურათში ჩაჯდა დავით დათა ახალაიას თემაც, იგივე კეზერაშვილის თემაც. არის ეთერში ბატონო გელა. გისმენთ ბატონო? გისმენთ ეთერში ხართ? ეთერში ხართ გისმენთ ბატონო? ბატონო გელა. დიახ. ერთი რაღაც მინდა შეგეკითხოთ თქვენ, პირადად და თქვენს ბატონო. გისმენთ. ეს მარშრუტები რომ გადატენილია კანონით, მე დამაბეს და მე დაიცვე შენი სიცოცხლე კანონით. რო არ გავიკეთო ის ღვედი, ესე იგი დამაჯარიმებენ, ხო? დიახ. მარტო მარშრუტკის მძღოლი არის დაბმული.
30 კაცი ფეხზე დგას. რა უყოთ? მოგახსენებთ, ჩემს გეტყვით. ახლა კიდე გენდერული თანასწორობაო შემჭამეს. აღარ შემიძლია. რატო გავდივარ მე 65 წლის ასაკში პენსიაში და რატო გადის ხალი 60-ში? კარგით, დაამთავრეთ შეკითხვა. მადლობა შეკითხვისთვის, მადლობა. საინტერესო შეკითხვები, აი ყოველდღიური ცხოვრებიდან, პრაქტიკიდან გამომდინარე, ამ ღვედთან დაკავშირებით გეტყვით ჩემ პოზიცია ზოგადად. მე მიმაჩნია, რომ ზოგადად ეს ღვედის შემოღება, აღვედის გადაჭერის აუცილებლობის კანონად ქცევა და არ გამოყენების შემთხვევაში დაჯარიმება არის ერთ-ერთი ყველაზე სულელური და დაუსაბუთებელი კანონი. მეც ვარ მძღოლი და მეც ძალიან ბევრ უხერხულობას მიქმნის ეს, იმიტომ რომ აი რას უშავებს ადამიანს, მე სულ ამ ეს ლოგიკა მომყავს ხოლმე, რას უშავებს ადამიანის ხვას, როდესაც ღვედს არ იკეთებს. ერთადერთი ვისაც შეიძლება დაუშავოს ამ ადამიანმა, როდესაც ღვედს არ იკეთებს, ეს არის საკუთარი თავი. და ეს ყველა სახელმწიფო ჩვენ რაც გვეუბნება, რომ მე უფრო ნაკლებად უფრთხილდები საკუთარ თავს, ვიდრე ის უფრთხილდება ჩემს სიცოცხლეს და ჩემ ჯანმრთელობას, მაშინ რა გამოდის, ესე იგი სიგარეტის მოწევისთვის, ალკოჰოლის მიღებისთვისაც უნდა იყოს ჯარიმები, იმიტომ რომ ისიც აზიანებს ჯანმრთელობას, ხო? ეხლა რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებში, გეთანხმებით აბსოლუტურად, ეს უკვე როდესაც არის მუნიციპალური ტრანსპორტი და საზოგადოებრივი მოხმარების, იქ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, იქ ჩემზე არ არის, მე რომ გზავრი ვარ, დამოკიდებული ეს. აქ ჩემზეა, მე რომ მანქანაში ვზივარ, მინდა გადავიჭერ, მინდა არ და იქ მართლაც საფრთხის შემცველია ამდენი ადამიანი რომ ფეხზე დგას, აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ნამდვილად არ უნდა იყოს ესეთი საფრთხეში ჩაგდება ადამიანების მათ სიცოცხლის და ჯანმრთელობის და რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ გენდერულ მიდგომას. აქაც ახლა მე შეიძლება თანამედროვედ ვერ გამოვიყურები, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად რომ ქალი და კაცი ყველაფერში გაათანაბრო. არ არის ეს ბუნებამ არ შექმნა ასეთი ქალს სხვა ფუნქცია, კაცს სხვა ფუნქცია, ეს არ ნიშნავს რომ ქალი დააკნინო რამით, ან კაცი დააკნინო, მაგრამ ახლა მამაკაცს არ შეუძლია ბავშვის გაჩენა, ბუნებამ ესე შექმნა და ეს ესე იგი ამით დაკნინებულია მამაკაცი. ხო, ეს ბუნების კანონია და აქედან გამომდინარე რომ ფიზიკურად გაცილებით სუსტია ქალი როგორც წესი, თორე კაცებზე ძლიერი ქალებიც არსებობენ ფიზიკურად, ხო? იგივე სპორტსმენები თუ სხვა. მაგრამ ეს გამონაკლისებია. ზოგადად ბუნების მიერ მოცემულობაა ეს, რომ ქალი ფიზიკურად უფრო სუსტია და აქედან გამომდინარე ის დაწესებული არის, რომ უფრო ადრე გავიდეს პენსიაში. მე მაგალითად ამ პოზიციას ვემხრობი, რომ ეს ასე დარჩეს, მაგრამ თუ თქვათ ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურ გათანაბრებას ითხოვენ და გენდერული თანასწორობას გაიძახიან, თუ მათ ეს პოზიცია აქვთ, კიდევ ვიმეორებ, მაშინ ლოგიკურია, რომ მაშინ თანაბრად უნდა იყოს, ორივე 60-იან, ორივე 65 წლის ასაკში უნდა გავიდეს პენსიაში. უბრალოდ მე ამას არ ვეთანხმები, რომ აბსოლუტურად ყველაფერში იყოს გათანაბრებული, თორე ვინც ეთანხმება, იმ ალბათ უნდა ისიც თქვას, რომ ორივე ასაკში გავიდეს პენსიაში. კი ბატონო, მეც საინტერესო შეკითხვა, მეც დიდი სურვილი მექნება, რა თქმა უნდა, თუ გათანაბრებას მამაკაცების ზღვარიც ჩამოვიდეს ქვემოთ და 60 წლის ასაკამდე ჩამოიწიოს ამ ზღვარმა და მამაკაცები 60 წლის ასაკში გავიდნენ პენსიაში, ასე რომ ეს ამაში მე მაინც დიდ ვერაფერ პრობლემურს ვერ ხედავ. ძვირფასტავი მაყურებლებო, სამწუხაროდ ჩვენი ეთერის დრო ამოიწურა. მადლობა ყველა ტელემაყურებელს, ვინც დაგვიკავშირდა, ვინც საინტერესო შეკითხვები დაგვისვა. მე მინდა დღევანდელ დღეს დაგემშვიდობოთ და მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ ყურადღებით.